ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის დღესასწაული წელიწადში ორჯერ 31 იანვარს მისი მიცვალების და 14 მაისს ხსენების დღეს აღინიშნება. ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანთა, შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა თუ დასავლეთისა თვითმფლობელობითა მყრობელი. ეს თამარ მეფის ტიტულია. თამარი მამამისმა გიორგი მესამემ თანამოსაყდრეთ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი საქართველოს მონარქი გახდა. მიულოცავ ყველას, ყველა ქართველს, ყველა ქრისტიან ადამიანს დღევანდელ დღეს დიდი წმინდანის ხსენებაა თამარ მეფის და აგრეთვე ალექსი შუშანიას ხსენებაა, უდიდესი წმინდანია, ერთის და მეორეც. თამარი ახლა ეს მე-12 საუკუნის ჩვენი ესეთი ძლიერი მონარქი იყო და ამ დროს საქართველოს იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველა ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს და თამარის ხედვებს და აზრებს და ისეთი მაგალითია თამარი დღეს ჩვენი მთავრობისა და მხედრობისა, არა მარტო მთავრობისა, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის რაღაც კარგი უნდა. ეს იყო მაგალითი, ვისაც კარგი უნდა მიბაძოს თამარს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ის იყო ქრისტიანი ადამიანი, ქრისტე უყვარდა და წარმოიდგინეთ, მარხულობდა, ლოცულობდა, მოწყალებას გასცემდა, სიკეთის მოყვარე იყო ეს ადამიანი და იყო მართალი ადამიანი. და ეს იყო მისი ყველაზე დიდი თვისება, რომ სიმართლეს ემსახურებოდა და სიმართლით ემსახურებოდა თავის ხალხს და თავის ქვეყანას და ამიტომაც ხალხმა ეს დაუფასა და თამარი ისე შეიყვარა, რომ მას ახლა ლეგენდები დადის და წარმოიდგინეთ მარხვის დროს ისეთ მარხვაში იყო, რომ ბარეორ მონაზონს შეშურდება იმისი მარხვისა. ბოლომდე იხარჯებოდა. როგორი სტრატეგი იყო, როგორი რეფორმატორი იყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ამიტომაც ზედა ეკლესიამ ეს ღვაწლი დაუფასა ჩვენ წმინდა თამარს და მეორე ხსენება მისი არის მენელსაცხებელე დედების ხსენების დღეს. ეს რას ნიშნავს, რომ აი ქრისტესთან ვინც იყვნენ გვერდში მენელს იმ დედებთან ერთად ვიხსენიებთ თამარს მისი ღვაწლიდან გამომდინარე. და ეს დასაფიქრებელია, ხო? ეს ყველა უნდა დაფიქრდეს ახლა თუ გინდა რომ ქვეყანაში მართო, ხო, და უნდა ამ ქვეყნის მსახური იყო, ამ ხალხის მსახური უნდა იყო, როგორც ქრისტე გვეუბნება. ეს არის მაგალითი ზუსტად აემისა და თავდადებისა, ერთგულებისა, თავი ქვეყნის და ქრისტეს სიყვარულისა და ქრისტე რო გიყვარს, ტყუილისკენ არ მიიდრიკები რა, უკვე, იმიტომ რომ შენი სინდისი სხვანაირად მუშაობს რა. და აი ეს არის მთავარი ადამიანში, მთავარი ღირებულებები, რაც კი აქვს ადამიანს, აი აქედან იწყება სინდისიდან. აქვია თამარი და გელაცაც თამარობას. აქვია თამარი თამარებს დილაზად ყველას. მე დაბადებიდან, როგორც ასეთი ოფიციალურად რეგისტრირებულად მეძახდნენ ბაბულიას და საკუთრებშიც ასე მეწერა ბებიის სახელი და ამავდროულად მამიდებმა დამარქვეს ბებიის დედის თამარის სახელი. თუმცა მე როდესაც სრულწლოვანი გავხდი, გადავწყვიტე და უფრო უკეთესად წავიკითხე და გავეცანი ისტორიას, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თამარ მეფის ცხოვრებამ, განსაკუთრებით ჩემთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველის მიერ თამარ მეფისადმი დაწერილი ვეფხისტყაოსანი და მე გადავწყვიტე, რომ საკუთრებში ოფიციალურად თამარი მრქმეოდა და ასე შევიცვალე სახელი. ხელი გუგუს დაბადებულა ის ნამი ის რატამ თამარი ისეთი გუგუ დაბადებულა თამარია თამარი